კაცზე მეტი არ არის საჭირო ტურისტული და გასართობი ბიზნესის წარსამართავად. ეხლა ჩვენ რო გურია რო ახსენეთ, აი ეხლა გურიაში კომუნისტების დროს ტყემალი რო ტყემალი იყო, ის ტყემალი არ კარგებოდა, ისე არყებოდა და არყრიდა. ამას გლეხები აბარებდნენ გადამამუშავებელ საწარმოებებში და იქნებოდა პროდუქცია და იყიდებოდა რუსეთში. ეხლა კარტოფილი რო აწარმოო ჯავახეთში სიტყვაზე, ხო? იმას იქვე უნდა აუშენო პატარა ქარხანა, სადაც მოხდება ამ კარტოფილის გადამუშავება, გამოვა ჩიპსები, 1000 პროდუქცია გამოდის. არ არის. ეხლა მით უმეტეს უკვე რუსეთმა დაიწყო აქედან კარტოფილის გატანა. ერთადერთი საშუალება რაც არის ისევ ხელისუფლებას დროზე დაიწყეთ ურთიერთობის დალაგება რუსეთთან, რომ შემოვიდეს რუსული კომპანიები, რომელიც შემოიტანს ამ გადამამუშავებელ საწარმოებს, თვითონ მიიღებენ, თვითონ გადამამუშავებენ, თვითონ გაიტანენ, რომ გამრავლდეთ, ესე არ გამოვა. ხელოვნურად აქედან ამოიღებ, იქ ჩაერთავ, იქიდან წამოიღებ, აქ ჩაერთავ, არაფერი არ გამოვა. ჩამოიყვანე ესპანეთიდან, საბერძნეთიდან ხალხი, რა უნდა მისცე? თუ იმან მოიყვანა პროდუქცია ესპანეთში ხარ წაიღებს. ხო უნდა გადაამუშავოს, ხო უნდა ჩააბაროს, იმაყო ტახა ხო უნდა აიღოს. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს დემოგრაფიის მიმართ, უნდა შეწყდეს სააკაშვილის მიერ დაწყებული ქართველი ერის გენოციდი. ეს ერთადერთი საკითხი გადაწყდება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობით, სხვა მეტი გამოსავალი არ არსებობს. გაიგეთ ხალხო. გეთახმებით და ძალიან გაგვიზრდა დღევანდელი გადაცემა გადავაცილეთ და პირველ რიგში კიდე